მინდა გაჩვენოთ ნაწყვეტები საზმაუს სამეურვეო საბჭოს სხდომიდან, სადაც ზაზა აბაშიძის და ლაშა ტუღუშის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხებიდან გავიგეთ, რომ ლიცენზია ვერ მოიპოვა. როგორც ხვდები, ნაკრებებში ფეხბურთის ჩემპიონატი, მსოფლიოს ჩემპიონატი აღარ გვექნება. ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა FIFA-ს ოფიციალურ პროცედურაში და სამწუხაროდ სხვა კერძო კომპანიამ შესთავაზა რამდენჯერმე მეტი თანხა. თუ საზოგადოებრივ მაუწყებელზე არ იქნება ესეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, ეს არის ჩვენი მინუსი. მუდმივად ქონდა აპელირება იმაზე, რომ აი ჩვენ გვაქვს რაღაცა განსაკუთრებული ურთიერთობები, საზოგადოებრივ მაუწყებლის სისტემა UEFA-სთან, FIFA-სთან. რა მიზეზი შეიძლება მოიფიქროს ადამიანმა, როცა რაღაცის გამართლება უნდა. მოვთხოვოთ თუ არა მენეჯმენტს ისეთი რაღაცის შესრულება, რაც შესაძლებლობის ფარგლებს სცდება. და თქვენ იცით, რომ ეს შესაძლებლობის ფარგლებს სცდება. თუ ლიცენზიის შეძენა მოხდება იმის ხარჯზე, რომ ან ავტომანქანას ვეღარ შეიძენ შემდეგ წელს, ან გადაცემა ტელევიზიაზე დაიხურებოდა, გასაგებია, ჩვენ რომ ფეხბურთი გვეჩვენ რა აღარ იქნება. არა, სხვა რაღაცაზეა საუბარი რა. გადაცემები დაიხურებთ თქვენთან, კიდე რა დაიხურებოდა, გააკოტრდებოდა. მინდა დავწმუნდე, რომ ეს მოხდება არა იმ ფასად, რომელმაც შეიძლება დაანგრიოს რაღაცა სისტემა. მით უმეტეს, როცა შემიძლია, რომ სხვა არხზე უყურო ბოლო-ბოლო ინტერნეტში უამრავი საიტია, სადაც ამას უყურებ. ისეთ თამაში იქნება ჯგუფურტუმზე, რომელსაც დარწმუნებული ვარ, არც ერთ ჩვენთაგანი არ უყურებს, როცა მაგალითად კაბო-ვერდე თუ აი ვიღაც გავიდა და უზბეკეთი შეხვდებიან. მე მაგისთვის ძილს არ გავიტანე. იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელშიც ცხოვრება გვიწევს. აბსოლუტურად არ მაღელვებს მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. მაგრამ როგორც ცდილობენ ისინი გაამართლონ აბსოლუტურად ყველაფერი, რაც კი მათი ბოსების ინტერესებში შედის.